საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. რეალობას აცდენილი ქართული წარმოდგენები. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისას თქვენ მიხვდებით. ახლა კი ვიდრე გადაცემას შეუდგებოდე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რომ სტუდიაში ვიმყოფებით, დღეს 29 მაისია, ეს დღე არის ერთი ძალიან საინტერესო ყველა ქართველისთვის საყვარელი ადამიანის დაბადების დღე. ეს კაცი, ვიზეც ახალ ლაპარაკობ, არის ჩემი უახლოესი მეგობარი, ბადრი ვადაჭგორი. ჩვენ სტუდენტობიდან მოვდივართ ერთად, აგერ უკვე 55 წელიწადზე მეტია, რაც გვაქვს ძმობა, მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობა, პროფესიული კავშირი, ასე ვთქვათ. და აქედან გამომდინარე, მე ვალდებული ვარ, რომ მას მივულოცო დაბადების დღე, თუმცა ამას არ გავაკეთებდი ის, რომ ამას არ იმსახურებდეს, არ გავაკეთებდი მხოლოდ მეგობრობის გამო. ბადრი ვადაჭგორია, როგორც ცნობილი ჟურნალისტი, როგორც შესანიშნავი დიპლომატი და როგორც საუკეთესო ფოტოხელოვანი, შემკული არის იმ რეგალიებით, რაც თავისუფლად მიხსნის გზას იქითკენ, რომ ტელეეკრანიდან, ტელეეთერიდან მას მივულოცო დაბადების დღე. არ არის საიუბილეო თარიღი, მაგრამ ახლოს არის საიუბილეო თარიღთან. ბატონი ბადრი ვადაჭგორია გახლავთ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბატონი ბადრი ვადაჭგორია გახლავთ თბილისის საპატიო მოქალაქე და მისი მშობლიური ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე. მის ავანგარდში, ასე ვთქვათ, მილიონობით კადრი, ულამაზესი კადრი, მაგრამ სანამ კადრამდე ვიტყოდეთ რამეს, შესანიშნავი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, ის რაც მას უღვაწია. როგორც გითხარით, რამდენიმე მილიონს ითვლის ეგ კადრი, ულამაზესი კადრი, საქართველოში არ არის ხუროთმოძღვრების ძეგლი, კულტურის ძეგლი, რომელიც მის კამერას არ ქონდეს აღმოსხული და არა ერთხელ, არამედ 100-ჯერ და 1000-ჯერ. სრულიად განსხვავებული რაკურსით, ულამაზესი რაკურსებით, საოცარი ხედვით, საოცარი სიყვარულით და რუდუნებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბადრის უნდა მიულოცო დაბადების დღე და უსურვო მას ჯანმრთელობა პირველ რიგში და გარდა ამისა უსურვო წარმატებები, დიდი წარმატებები, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ საქმიანობაში და იმ საქმეში, რასაც მან მთელი სიცოცხლე, მთელი ცხოვრება უძღვნა, შეიძლება ასე ითქვას. როდესაც ვათვალიერებდი ბადრისთან დაკავშირებულ მასალებს, გადავაწყდი ერთ კადრს, მას ერთ-ერთი დაბადების დღე, რამდენიმე წლის წინანდელია, აღუნიშნავს იტალიაში თავის მეგობრებთან ერთად, პირველ რიგში ქართველები ყავს ხელოვნებაში და მინდა პატარა ფრაგმენტი შემოგთავაზოთ აქედან. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეა, მის დაბადების დღეა, რომ ესპანიის დაბადების დღეა. ბევრი ბედნიერი წლები, ჯანმრთელი და ბედნიერი გამოყვება. იტალიაში რომ ასეთი ლამაზი დღე გექნება, რა თქმა უნდა, საქართველოში უფრო მასშტაბური და უფრო გრანდიოზული იქნება ეს დღეები, ეს შეხვედრები, ეს სიყვარული, ჩემო ბადრი, რომელსაც შენ გზობ ყოველ წულს, ყოველ ნაბიჯზე, მაგრამ რა კი შენზეავლაპარაკდი დღეს, თავს უფლებას მივცემ, კიდევ ერთი კადრი წარმოვადგინო, ეს არის შენი შემოქმედების დაწყვილება პოეზიის დედოფალთან, ანა კალანდაძესთან. მე მგონი, რომ შესანიშნავი მიგნება იყო ეს და ამასთან დაკავშირებით ერთი პატარა სატელევიზიო ფრაგმენტი. ასეთი იდეა შეიძლება გაჩნდეს და დაიბადოს მაშინ, როცა არსებობს ანა კალანდაძის ეს მართლაც ღვთაებრივი პოეზია და არსებობს ბადრი ვადაჭგორიას ფოტოხელოვნება. აი მაგალითად დადებდა
ალავერდის ტაძრის ფოტოს. რაღაც არაჩვეულებრივ ფოტოს, რაღაც სხვა თვალით დანახულს, მხოლოდ ბადრივადაჭკორიას თვალით დანახულ ტაძარს. და მე მაშინვე გამახსენდებოდა ანას სტრიქონი, მას ალავერდის დიდებულ ტაძარს ალაზნის პირას სანთლად ანთებულს. თქვათ, გადაიღებ დადებდა გაზაფხულზე აყვავებულ ქართლის მინდვრებს, აი გორში რომ უნდა შევიდეთ, ვიდრე შევალთ გორში და იქ ხელმარჯვნივ რომ რაღაც საოცარი მინდვრებია და ნადარბაზებს ყველაზე ხშირად. ნადარბაზებს საოცარი და ბუნებრივია გამიჩნდებოდა ასეთ მაშინვე დაიბადებოდა ანას ლექსი მინდვრები ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები და მე აი თანდათან დამებადა ეს იდეა რომ რა კარგი იქნებოდა გამოცემულიყო ანას 100 ლექსი, ბადრივადაჭკორიას 100 ფოტო. აი ასე დაიბადა ეს შესანიშნავი გამოცემა, ანა კალანდაძის ულამაზესი ღვთაებრივი პოეზია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ასევე ულამაზესი და საოცარი ხელოვნება ბადრივადაჭკორიას ფოტოების სახით და ეს დაწყვილება გამოვიდა იმდენად ლამაზი, იმდენად ესთეტიკური, რომ მართლაც ხიბლავს ადამიანს და იმ ჯადოსნურ სამყაროში გადაყავს, რასაც ქვია ხელოვნება. მე მახსოვს ბადრივადაჭკორია სტუდენტობის დროიდან, მახსოვს მისი ოცნებები, მისი ფიქრები მომავალზე და ასე შემდეგ. მე დღეს მინდა უთხრა მას, აი უკვე ამ ასაკში 79 წლის გახდა, რომ მან ყველაფერს მიაღწია. მეტი რისთვის უნდა მიგაღწია ჩემო ბადრი, როდესაც ანა კალანდაძესთან ერთად არის დაწყვილებული შენი შემოქმედება. მე მგონი შენს საქმეში, შენს პროფესიაში, შენ მართლაც დაიყარი მწვერვალები და კი ვთქვი წაღან მეტი რისთვის უნდა მიგაღწია მეთქი, მაგრამ ალბათ მეტის მიღწევაც შეიძლებოდა და ეს მეტიც უკვე მიღწეულია. შენ იყავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის მემატიანე წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, რომ ესეც ის მიღწევა, ის დიდი შემოქმედებითი გამარჯვება, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ინატრებს. აქ ამ თემასთან დაკავშირებითაც ერთ პატარა ფრაგმენტს შემოგთავაზებთ. პატრიარქთან ურთიერთობა ის იყო უზარმაზარი სიამაყე, უზარმაზარი კომფორტი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც იმავდროულად. იმიტომ რომ გრძნობდი, რომ ზიადამიანთან მქონდა საქმე, გრძნობდი მე თვითონ ამას. და უამრავჯერ დავწმუნდი ამაში. თუნდაც მის ყველა შეხვედრაზე საქართველოში თუ უცხოეთში ვახდით მე და ირაკლი, ჩემი ბიჭი და უამრავი მასალა გვაქვს. უამრავი ფოტომასალა. ყოველ შემთხვევაში უცბად ვიქეცით 2007 წლიდან ვიქეცით პატრიარქის მემატიანედ რა. და ეს იყო ყველაზე დიდი და ლამაზი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში. აი მართლაც ასია ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი მომენტი, ეტაპი შენი ცხოვრებისა ეს იყო ჩემო ბადრი. დღეს კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს და მომავალ წელს გველოდება მრგვალი თარიღი, ლამაზი იუბილე, რომელიც როგორც სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, როგორც თბილისის საპატიო მოქალაქეს უკვე სხვა გვარი აღნიშნვის ღირსი იქნება და კიდეც ასეც მოხდება, დარწმუნებული ვარ. ერთ სიტყვით, ყველა სიკეთე ჩემგან და შენი მრავალი თაყვანისმცემლისგან, ჩემო ბადრი ვადაჭკორია. დიდი მადლობა რომ არსებობ. ეს რაც შეეხება ამ მილოცვას, ახლა უკვე გადავდივართ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემაზე. ჩვენ გახსოვთ ალბათ რეალობას საცდენილი ქართული წარმოდგენები დავარქვით ამას და რა მქონდა მხედველობაში. პირველ რიგში რა თქმა უნდა პოლიტიკური წარმოდგენები. პირველ რიგში ის რომ ჩვენ საგარეო ორიენტაციაში ბევრი რამ გვაქვს არეული და აღარეული წლების განმავლობაში 30-35 წელიწადია, რაც ერთი მიმართულებით ვილტვით, იმ მიმართულება არ გაამართლა. დღეს საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ნატოსა და ევროკავშირისგან ჩვენი სწრაფვა უკვე დასრულებულია, ასე ვთქვათ, დასრულებულია სრული ფიასკოთი, სრული კრახით
და ამ დროს მეორე მხარეც არ არის გამოკვეთილი. თუ იქით ყველაფერი დასრულდა და ჯვარი დაესვა და გადაიხაზა მთელი ეს მიმართულება, იმას რა ვქნათ? საით უნდა წავიდეთ და როგორ უნდა მოიქცეთ. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებობს პოლუსები და ამ პოლუსებისკენ უნდა ავიღოთ სწორება, რომელი პოლუსი შეესაბამება უფრო ჩვენს რეალობას, რომელი პოლუსი არის უფრო მისაღები ჩვენი იდენტობისთვის, ქართული ღირებულებებისთვის, იმ ჩვენი ტრადიციებისთვის, იმ ჩვენი მდიდარი ისტორიისთვის, რომელიც გამოვლილი გვაქვს და დღემდე მოვსულ ვართ. აი ეს ყველაფერი არის გასააზრებელი, მაგრამ ეს რომ გაიაზროს ადამიანმა საზოგადოებრივ ცნობიერებაში ყველაფერი ეს სწორად რომ აისახოს, ამისთვის სწორი ინფორმირებაა საჭირო, საზოგადოებამდე ინფორმაციის სწორად მიტანა და არა დეზინფორმირება. სამწუხაროდ ჩვენთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იქცა დეზინფორმაციის საშუალებად. სინამდვილეში ჭეშმარიტი ინფორმაცია, სიმართლის შემცველი ინფორმაცია სანთლით არის საძებნი, სტრიქონებში არის საძებნი და სადღაც კადრს მიღმა და კადრს უკან უნდა აღმოაჩინო. იმიტომ რომ წინა პლანზე არის დეზინფორმაცია და სიცრუე წამოსული. მაგალითად მრავალ სხვა საკითხს, რა თქმა უნდა, შეეხება ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვლაპარაკობ, მაგრამ ერთ კონკრეტულ საკითხზე ვავახვილებ ყურადღებას. რუსეთი, მისი დღევანდელი მდგომარეობა და მისი ხვალინდელი დღე. როგორ არის წარმოდგენილი და წარმოჩენილი და ასახული ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში. როგორც აწვდიან, ალბათ ისე. ან შესაძლებელია მთლად ისე არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ისე, როგორც აწვდიან. როგორ აწვდიან? აი, ასე აწვდიან. ერთი მაგალითი. ჩვენ შესაძლებლობების წინაშე ვდგავართ. რუსეთი სუსტდება. სოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება. რუსეთი გამოაგდეს ლათინური ამერიკიდან. რუსეთი სუსტდება ახლო აღმოსავლეთში. რუსეთი სუსტდება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ, რათა ჩვენი გამარჯვებით და რუსეთის მარცხით მთელმა თავისუფალმა სამყარომ იზეიმოს. ამ შესაძლებლობას ივანიშვილის რეჟიმი ვერ გამოიყენებს. ამ შესაძლებლობის გამოყენებას რეჟიმის ცვლილება სჭირდება და ჩვენ შევცვლით რეჟიმს. რისი შემცვლელები არიან ესენი, გასაგებია, მაგრამ მათ იმედი აქვთ იმ ძალებზე, რომლებიც მათ უკან დგას. ის ძალები, რომლებიც ამათ აფინანსებენ, ახალისებენ, ყველა პირობას უქმნიან იმისათვის, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, იმ ძალების იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მართლაც ასე მოხდება. ჯერ ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ის, რომ რუსეთს მართლა ისეთი პრობლემები შეექმნას, როგორიც ამ ქალბატონმა დაგვეხატა, რას მოუტანს ეს საქართველოს და ღმერთმა არ ხარს, მაგრამ საერთოდ რომ დაიშალოს რუსეთი და რუსეთი როგორც სახელმწიფო გაქრეს პოლიტიკური და ფიზიკური რუკიდან. რას უქადის ეს საქართველოს? ეს ვინმეს გათვალისწინებული აქვს, გათვლილი აქვს, ყველაფერი გააზრებული და ჩამოყალიბებული აქვს. შესაძლებელია ვიღაცას აქვს ნაფიქრი, ვიღაცას სერიოზულსაც ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ვისი პირიდანაც გვესმის ეს ადამიანები რამეს გააზრებას მოახერხებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ზედაპირულობა, ეს ქარაფშუტული მიდგომა, ეს აბსოლუტური დილეტანტიზმი, გულისამრევი დილეტანტიზმი და კიდევ უფრო უარესი ინფანტილიზმი, რომელიც ახლა იღურებოდა თქვენი ეკრანებიდან. ამას შეიძლება ვენდოთ და ამ გზით ვიაროთ. შესაძლებელია მითხრათ, რომ ვინ არის ეს ქალბატონი, რომ ამისმა პოზიციამ, ამისმა შეხედულებამ, ამისმა დამოკიდებულებამ რამე გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე და მით უმეტეს ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. მართალი იქნებით, მაგრამ ეს ქალბატონი მარტო არ არის. ისინი საკმაოდ ბევრნი არიან. მაგალითად,
ცოტა უფრო მაღალი კალიბრის პოლიტიკოსი რო ჩანდა, დღეს არა, მაგრამ წლების წინ იმას წარმოგიდგენთ ახლა და ნახავთ, რომ არაფრით არ განსხვავდება მისი ნააზრები იმისგან, რაც ახლა მოისმინეთ. აი ახლა გული იმაზე მწყდება, რომ პუტინს თავზე ემხობა ეს მოდერნიზებული იმპერია. იმ დონეზე, რომ სლავებთანაც კი მოაგვარა საქმე უკრაინელებთან და ომი დაჭირდა და ერთმანეთს ჟილეტენ. ხო? თავზე დაემხო შუა აზია, ემხობა. აგერ 300 მილიარდიანი კონტრაქტი ამერიკასთან მარტო უზბეკეთმა გააფორმა, ხო წარმოგიდგენიათ? და ეს დარტყმა რუსეთისთვის უდიდესი. სომხეთს კარგავს, რაც წარმოუდგენელი იყო, აზერბაიჯანს კარგავს, სირია დაკარგა, უნგრეთი დაკარგა, ვენესუელა დაკარგა, კუბას კარგავს, ირანი დაკარგა. და ერთადერთი საქართველოში მოემართა ხელი და გამოვიდა ყველა მამაძაღლობა. აი ამათი საშუალებით. აი ეს არის, კაცურად შეურაცხყოფელი ჩემთვის და ალბათ ყველა თქვენ არის. შესაძლებელია ვიღაცამ რაღაც ჭეშმარიტების მარცვალის აღმოაჩინოს ამ ნათქვამში, იმიტომ რომ მთელ რიგ რეგიონებში მართლაც არის დიდი პრობლემები შექმნილი. თუნდაც ის, რომ სლავური სახელმწიფოები, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები, რესპუბლიკები, რუსეთი და უკრაინა. ეს ერთმანეთისგან განუყოფელი, ერთი ძირიდან, ერთი ფუძიდან მომავალი ორი სახელმწიფო, ორი ხალხი, როგორ შეიძლებოდა ერთმანეთს დაპირისპირებოდა ასე სამკვდრო სასიცოცხლოდ. და აქედან შესაძლებელია ის დასკვნა გავაკეთოთ, რასაც მეწეღან ქარაფშუტული და ზედაპირული დასკვნა უწოდე და ახლა რაც მოისმინეთ, ესეც არის, რა თქმა უნდა, მიუტევებელი ზედაპირულობა. რომ ეს ყველაფერი თურმე რუსეთის ნგრევას მოასწავებს. არა ბატონებო, ეს არ მოასწავებს რუსეთის ნგრევას. ეს მოასწავებს იმას, რომ ის ძალები, რომლებიც რუსეთთან არიან დაპირისპირებული, პირველ რიგში კოლექტიური დასავლეთი და ნატო. ეს ყველაფერი ერთად აღებული სოფლიოს მიაქანებენ ახალი დიდი გლობალური უბედურებისკენ, ბირთვული აპოკალიფსისკენ. აი ეს დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან და არა ის, რომ რა კი დასავლეთმა ეს ჩაიფიქრა და რა კი უკრაინა ამაში ჩაითრიეს და უკრაინელ ხალხს არ ეყო ის სიბრძნე, რაც უნდა ყოფნოდა და გაეხვია აი ამ უბედურებაში. აქედან გავაკეთოთ ის დასკვნა, რომ რუსეთი დაინგრა და თურმე დრონებით შეტევა რუსეთზე, რასაც ახერხებს აი ამ ბოლო პერიოდში დასავლეთი უკრაინის ხელით, ეს არის თურმე რუსეთის აღსასრული. ეს არის, რაც წეღავ თქვი, ქარაფშუტული და ინფანტილური მიდგომა. ეს არის აბსოლუტურად მიუტევებელი ზედაპირულობა. მაგრამ ის კი ფაქტია, რომ შესაძლებელია ყველაფერმა ამან გამოიწვიოს ძალიან დიდი უბედურება, გლობალური უბედურება. როგორც წეღავ თქვი, ბირთვული აპოკალიფსი. ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, რომ ასე წარიმართოს პროცესები. მე დღეს შევეცდები როგორმე დაგარწმუნოთ თქვენ იმაში, რომ ისე არ არის საქმე, როგორც აქ ჩვენი ეს ზედაპირული პოლიტიკოსები გვისახავენ. საქმე სხვაგვარად არის, საქმე დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ არის, მაგრამ ვიდრე ამას გავაკეთებდე, მანამდე მინდა ერთი დასკვნა შემოგთავაზოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა, რომელიც ლაპარაკობს იმასთან დაკავშირებით, თუ რით ხასიათდება დღევანდელი ეპოქა საერთოდ და განსაკუთრებით ის, რასაც დასავლეთი აკეთებს. ის რისკენაც დასავლეთი ისწრაფვის და უბიძგებს მთელ მსოფლიოს. Это сейчас одна из наших главных задач, учитывая, что разбитый 80 с лишним лет назад враг сейчас пытается возрождаться в той же самой форме нацизма, как и в годы, предшествовавшей Второй мировой войне, но особенно накануне Второй мировой войны, когда Гитлер под флагами нацизма, под лозунгами нацизма объединил почти всю Европу, поставил их под ружье под своим командованием. Точно так же сейчас под теми же флагами нацизма, реваншизма создают общеевропейскую группу нападения на Россию гибридными методами, но не только, они уже
и про физическое нападение думают. А во главе этой группы поставлен не Гитлер, его просто сейчас уже нет у нас, а Зеленский поставлен во главе. აი ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ჩვენ გვახსოვს, რას აკეთებდა ევროპა და რა შედეგებამდე მიიყვანა მსოფლიო ევროპამ გასულ საუკუნეში, გასული საუკუნის შუა პერიოდში. მაშინ, როდესაც ძვინვარებდა მეორე მსოფლიო ომი და ყველაფერი ამის, ასე ვთქვათ, ცეცხლი და ბენზინი, ნავთი, ეს იყო ფაშისტური გერმანია. ეს იყო ჰიტლერი. მაგრამ მარტო გერმანია და ჰიტლერი არ ყოფილა. ჩვენ გვახსოვს იტალია, ჩვენ გვახსოვს ესპანეთი და როგორც ბატონმა ლავროვმა ბრძანა, პრაქტიკულად მთელი ევროპა იყო ამ საქმეში ჩართული და ასე მოიცვა ფაშისტურმა სულისკვეთებამ მთელი დასავლეთი. კი, მართალია შემდეგ ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებმაც თავის დროზე დააფინანსეს და შეაიარაღეს ფაშისტური გერმანია, მოკავშირეებად გაუხდნენ საბჭოთა კავშირს და სტალინს, იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ დატოვა საბჭოთა კავშირმა და სტალინმა. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, როგორც გაფორმდა, მაგრამ ფაქტია ის, რომ ის ფაშისტური სულისკვეთება აღმოჩნდა სამარცხვინო, აღმოჩნდა ისტორიის ჯვარზე გაკრული, გასამართლებული და აკრძალული. ალბათ ახლაც ანალოგიური იქნება შედეგი, მაგრამ მცდელობა ისეთივე რომ არის, როგორც თქვა და აღწერა ბატონმა ლავროვმა, ეს ფაქტია, ამას წყალი არ გაუვა. ახლა კიდევ ერთი ეპიზოდი ლავროვის ერთ-ერთ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მინდა რომ თქვენ მოისმინოთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მოთხოვნა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვების დაწესებასა და საქართველოსა და მოლდოვიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით იდიოტურია. მის მინეთ იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ, განუცხადა ლავროვმა რუსულ მედიას კალასის ინიციატივასთან დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას. აი ასე სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი. იმ ქვეყნებიდან, სადაც აღმოჩნდა, რომ რუსეთს ყავს სამხედრო ბაზები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვაგან რომ არ წავიდეთ, შევეხოთ საქართველოს მდგომარეობას. საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები. და თუ ვინმე კაია კალასი იქნება ეს თუ სხვა ვინმე იქნება ევროპაში, ამერიკაში თუ სხვაგან და სხვაგან, იტყვის იმას, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან, უნდა გაიყვანოს თავისი ბაზები ამ ტერიტორიიდან, ესო იდიოტიზმია, ასე თქვა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შესაძლებელია ვინმე გააღიზიანოს ამ გამონათქვამმა, მაგრამ საკითხის ასე დაყენება, რა თქმა უნდა, იდიოტიზმია. საკითხი უნდა დადგეს კომპლექსურად. მიდგომა უნდა იყოს ისეთი, რომ ყველაფერი იყოს გლობალურად განხილული. რუსეთი რას მიიღებს? იმის შედეგად, რომ ის გაიყვანს თავის სამხედრო ბაზებს, რა კი საქართველოს ვლაპარაკობთ, ბოლომდე საქართველოს ვილაპარაკობთ, საქართველოს ტერიტორიიდან. ეს საკითხი თუ არ დადგა, ასე კომპლექსურად თუ არ დადგა, ეს საკითხი თუ არ დადგა, საკითხი იმასთან დაკავშირებით, რას მიიღებენ იგივე აფხაზები, რას მიიღებენ იგივე ოსები და რას მივიღებთ ჩვენ ქართველები. აი ეს თლიანობაში თუ არ იქნა გააზრებული, ისე რომ ვიძახოთ, როგორც კაია კალას უბრძანებია, ან თუნდაც როგორც ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით. მოდით ჯერ დეოკუპაცია, რუსეთმა გაიყვანოს თავის ბაზები და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, გვექნება თუ არა დიალოგი რუსეთთან. არ მინდა ეს სიტყვა ხშირად გავიმეორო, მაგრამ რა კი ბატონმა ლავროვმა გამოიყენა, მეც უნდა გამოვიყენო. ეს იდიოტიზმია, აბა რა არის. როგორ შეიძლება ვითარება აი ასე გამარტივებულად წარმოიდგინო, როგორც აი ეს ქალბატონი ჩერგოლეიშვილი და ბატონი ნათელაშვილი ლაპარაკობდნენ წაღან. აი ნათელაშვილის და ჩერგოლეიშვილის მიდგომებით შეიძლება ხელისუფლება აზროვნებდეს საქართველოსი. შესაძლებელია ასეთი მიამიტური პოზიცია ქონდეს ადამიანს, მით უმეტეს
ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ მოდი ჯერ გაიყვანე შენი სამხედრო ბაზები და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ. სადმე ოდესმე ამისი მსგავსი რამ, ამისი ანალოგი, ამისი პრეცედენტი არსებობს, ვინმეს უნახავს, ვინმეს გაუგია, ასე ხდება ეს ამბები. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება ეს ამბები და ამიტომ კაია კალასის პირიდან იქნება ეს ნათქვამი თუ უფრო რომელიმე მაღალი იერარქიდან, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ იდიოტიზმი არის იდიოტიზმი ნებისმიერ შემთხვევაში. ამისი გათვალისწინებაა საჭირო. სხვა მიდგომებია საჭირო. სხვა წარმოდგენების ჩამოყალიბებაა საჭირო და ამიტომ წელან გითხარით რომ მინდა დღეს დაგარწმუნოთ იმაში რომ ისე არ აქვს რუსეთს საქმე როგორც ნათელაშვილმა და ქალბატონმა ჩერგოლეიშვილმა წარმოადგენს. არა, ცოტა სხვაგვარად აქვს რუსეთს საქმე და ამასთან დაკავშირებით მე მინდა რამდენიმე ფრაგმენტი ამოვიღო ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც ჰქონდა სკოტ რეიტერს, ეს კაცი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ეს კაცი ამერიკელი გახლავთ, არის სამხედრო დაზვერვის სპეციალისტი, ექსპერტი და მას როგორმე ცოტა უფრო მეტი დაეჯერება, ვიდრე ჩერგოლეიშვილს, ნათელაშვილს და მთელ მეხუთე კოლონას ერთად აღებულ საქართველოში. ამიტომ ჩვენ ყურადღებას ნუ გავამახვილებთ იქითკენ, რას გვეუბნება მეხუთე კოლონის წარმომადგენელი ან წარმომადგენლები, რას გვეუბნებიან საქართველოში. ჩვენ ყურადღება გავამახვილებთ იქითკენ, რას გვეუბნებიან ინფორმირებული ადამიანები, მართლა ექსპერტები, მართლა სპეციალისტები ამ საქმისა და მართლა მთელი ცხოვრება ამ საქმეში რომ აქვს გატარებული ის ადამიანები. აი დავიწყოთ ამ ინტერვიუს ფრაგმენტების მოსმენა. В нашей стране есть люди, я о них говорил недавно. Они не видят того, что происходит на войне Украины и России, потому что говорят, все зашло в тупик, фронт не двигается за последние 2-3 года. Это все, что Россия может. Россия не сделала больше, потому что она больше не способна. Ты говоришь, что это полное непонимание ситуации, того, что теоретически может заставить русских нанести удар по одной из стран Запада. Решение уже принято. Теперь это вопрос времени, то есть то, на что смотрят сейчас русские, это когда предпринять это действие, и они его предпримут, когда подготовятся к последствиям. Позволь мне еще на пару вещей обратить внимание. К началу СВО у России было 900 тысяч в составе вооруженных сил, и где-то к 23 году Россия увеличила армию до 1,6 миллиона человек. И это на 700 тысяч человек. А если кто-то хочет поговорить о российском ВПК, ведь они производят оружие не только для войны на истощение, которое требует ресурсов, но они делают оружие для того, чтобы обеспечить им новых людей в армии, на которых армию расширяют. Ну, и что же? Я смеюсь, немцы сказали, мы построим 300-тысячную армию. Русские уже испугались. Но русские уже увеличивают армию до 2 миллионов 200 тысяч. Вам, полковник, все понятно. Солдату в армии нужна экипировка и нужно оружие. И речь не о базовом обеспечении. Нужно обеспечить солдата на случай вероятных военных действий. Россия к этому готовилась, а люди — полные невежды в отношении России. Они смотрят на специальную военную операцию, даже не понимая, что за финской границей в Ленинградском военном округе выстроена совершенно новая 70-тысячная военная группировка. Она была создана с нуля. Она полностью укомплектована и готова воевать с НАТО. Чего не скажешь о НАТО. А русские выстроили еще и дополнительные силы. Русские расширяли свои силы, выстраивая логистическую поддержку для этих сил, параллельно воюя в страшной войне. Так что русские нас под орех разбили и с точки зрения военно-промышленного комплекса. Итак, Россия готова. С экономической точки зрения все продумано. Владимир Путин думает стратегически. Он не начинает ничего, пока не уверен, что к этому все подготовлено. Когда Россия убедится, что все в порядке, все готово, там сейчас много встреч проводится, Россия предпримет то, что должна, если Европа не изменит своего отношения. მე გთხოვთ ძალიან ყურადღებით მოусმენოთ ფრაგმენტებს, რომელსაც მე ახლა გიჩვენებთ, იმიტომ რომ აქ არის დახატული და დასაბუთებული ის რეალობა, რომელიც დღეს არის შექმნილი. ეს არის ნამდვილად დასაჯერებელი რეალობა, იმიტომ რომ არგუმენტირებულია თავიდან ბოლომდე და
შესანიშნავი სპეციალისტის მიერ არის გააზრებული. მე ამ ფრაგმენტებს შორის ვრცელ კომენტარებს არ გავაკეთებ, ის ძაფი რომ არ გაწყდეს თანმიმდევრობისა, უბრალოდ კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან ყურადღებით მოусმინეთ იმას, რას ლაპარაკობს ეს კაცი და აი ასეთი თემა ვთქვათ, რუსეთის შესაძლებლობები როგორია და როგორია ევროპის მდგომარეობა, ანუ პირდაპირ თუ ვიტყვით მისი უძლურება. Нужно знать, русские очень хорошо понимают вот что. Ни один из лидеров, делающих агрессивное заявление, не имеет политического будущего. Мерц не победит в следующих парламентских выборах. Макрон вылетит за дверь в 27 году, может и раньше. Ну и кто остается? Кир Стармер? Это недоразумение. Его партия потерпела поражение, и он может сейчас вылететь. У армии руки связаны, британцы сказали. До 30-го года мы нового оружия не купим, у нас ничего нет. Забудьте британскую армию, она давно недоразумение. Она уместится на зрительских местах современного футбольного стадиона. Возьмем чемпионат и усадим на зрительские места всю британскую армию. А 1030 мест, может, будут и не заняты. Недоразумение, забудьте о британцах. Французы? Больше 7000 солдат они доставить не могут, транспортных самолетов нет. Логистики тоже нет, так что и они недоразумение. Лучше не станет, их экономика не работает. Именно поэтому их правительство постоянно трясет из огромных проблем с государственным бюджетом. И вдруг говорят, что они пожертвуют пенсиями, а также социальными выплатами ради войны, которой произойти не должно. Забудьте о них. Остались немцы. Они выделяют 111 миллиардов евро для фонда восстановления армии, но не знают, что на эти деньги сделают. 111 миллиардов евро. Они ушли в этот фонд в 22 году, и им до сих пор нечего показать. Их армия в таком ужасном состоянии, что просто превратилась в прорву для денег. Они вливают туда деньги, но сделать ничего не могут. Они мобилизуют бригады, чтобы отправить их в Литву. Опять же, плохая идея формировать немецкий военный корпус в Литве против русских. Ну, кто я такой, что я знаю? Они не могут. Да, там будет войско. Эта бригада, да, там будет 5000 человек. В этой бригаде 3 батальона, 1 батальон — это смешанный батальон НАТО. 1 батальон бронемашин, еще батальон бронемашин и пехоты, но для них нет боевой техники. А немецкая промышленность не может ее дать, потому что немецкие заводы не могут производить броню. Они за газ заплатить не могут, закрыты. Так что немцы покупают броню у шведов. Но все в Европе сейчас пытаются у Швеции купить броню. Так что недоделок масса, и такова реальность. И Европа не может сделать ничего. А русские построили фабрику дронов «Шахид» за чертой города Казань. Я говорю о дронах «Шахид-136». Это дроны с дельтовидным крылом, которые используются Длинные слова меня расстраивают, черт возьми, повсеместно. Мой мозг как говорит, а язык заплетается. Они применяются очень широко. Я говорю как морпех, они широко применяются. Пару лет назад объемы производства были 1000 штук в день. В день. А на тот момент русские использовали максимально от 250 до 300 дронов в день. Это значит, у русских уже склад дронов. На склад идет 750 штук в день. В день. А на сегодня размер этой фабрики утроен. И они производят не только 136-е сегодня, но еще и новые версии дронов реактивного типа. Поколение дронов «Герань» 2, 3, 4, 5 и 6. 6-я похожа, насколько знаю, на ракету В-2. Русские их массово производят. Они забивают ими склады. Русские доказали, они могут заполнить ими все небо Украины. Однажды запустили 1500 дронов за раз. Но могут и увеличить пусковые возможности. Небо Европы от них может потемнеть. ПВО у Европы нет. Я повторю, у Европы нет ПВО. Абсолютно на этот момент. Немцы об этом знают. Был вопрос, как мы сможем остановить русскую атаку? Да никак, был ответ. Никак, потому что ничего нет. აი საით მიდის პროცესები და როგორია მდგომარეობა და როგორია ვითარება. აქ ხომ გაკივიან და გაიძახიან, რომ რუსეთი სუსტდება, რუსეთი დასუსტდა, რუსეთი ინგრევა და ასე შემდეგ. ფრაგმენტში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ბატონი სკოტ რიტერი განაცხადებს, რომ რუსეთმა ამ ომში უკვე გაიმარჯვა.
А теперь мы говорим об Орешнике и его производных, потому что Соединенные Штаты из-за своей глупости вышли из договора о ракетах средней и меньшей дальности. Русские, сложа руки, не сидели, у них не только теперь Орешник, у них есть Орешник версия 2, о котором не говорят, улучшенная версия Орешника. У них есть Искандер-К, который дальнобойная, крылатая ракета, это разновидность. Базовые ракеты Искандер. Россия способна запускать сотни таких ракет за день. По стратегическим целям, по самолетам, бункерам и так далее. Европа беззащитна. Беззащитна. Европа никак не может защитить себя. Я таким образом говорю европейцам: заткнитесь. Вы продуете, у вас ничего нет. Вы ничего России противопоставить не можете. У США было недостаточно. Если бы мы сохранили оружие, все равно баш на баш с русскими нам не равняться. Нет ничего. А что говорят в Конгрессе? Мы опустошили склады с дальнобойными ракетами. У Европы вообще нет дальнобойных ракет. А если бы и были, ей все равно не выжить. Постоянные удары русских сделают невозможным просто дальнейшие запуски. Так что русские уже победили в этой войне. აი, ბოლო ფრაზა დასკვნის სახით ამ ფრაგმენტში, რომელიც იყო გაკეთებული რუსებმა, უკვე გაიმარჯვეს ამ ომში. შეადარეთ ახლა სკოტ რიტერის ეს ნათქვამი იმას, რასაც ლაპარაკობენ ჩვენი პოლიტიკოსები, ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, მეხუთე კოლონა და თუნდაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. შეადარეთ ერთმანეთს და თქვენ მიიღებთ აბსოლუტურ შეუსაბამობას რეალობასთან. აი ეს არის გასასწორებელი და ამ ასე ვთქვათ შეფუთვით მათ ვერ უნდა მიაღწიონ იმას, რომ ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. საზოგადოებრივი ცნობიერება მოწამლონ და მომართონ რეალობის საწინააღმდეგოდ და შექმნან არასწორი ქართული საზოგადოებრივი აზრი. აი ამას ვერ უნდა მიაღწიონ. ეს მიზანი აქვს ყოველივე იმის ჩვენებას, რასაც მე ახლა თქვენ წინაშე ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი, რაზეც აქამდე საუბრობდა ბატონი სკოტ რიტერი, შეეხება ჩვეულებრივ შეიარაღებას და ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენების ვითარებაში არსებულ მდგომარეობას, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი ისე დაიძაბება, რომ გადავა ბირთვულ რეჟიმში, ასე ვთქვათ. Заинтересовал хом, раз и твой батони Скотт Ритер. Что нужно, так Европе нужно осознать эту реальность. Осознать это безумие буквальной попытки идти к войне. Погоди, два вопроса. Что ты скажешь людям, которые говорят: русские этого не сделают, они не пересекут эту линию. Они знают, у нас статья 5 и ядерное оружие. Если русские так сделают, то будет ядерный Армагеддон и все проиграют. Что ты на это скажешь? Погоди, ты пытаешься сказать, что США приняли решение применить ядерное оружие превентивно на применение конвенционального? Нет, я пытаюсь сказать, что русские побоятся применить эти стаи дронов, потому что они знают, что в этом случае мы ответим ядерным оружием, и они до этого не дойдут. Мы не ответим ядерным оружием, и мы об этом уже заявляли. Администрация Байдена говорила: если русские применят против Украины тактическое ядерное оружие, мы ответим конвенционально. Мы ответим дальнобойными ракетами, которых у нас, кстати, нет. Так что нет, мы не ответим ядерным оружием. Если Россия ударит конвенциональным оружием по Европе, нам придется отвечать конвенциональным, которого нет сейчас. И Европа не совершит самоубийство. Что они сделают? Можете себе представить, что кто-то, кто принимает решение, скажем, в Париже, скажет: «О, месье президент», пытаюсь изобразить французский акцент. Франция побеждает, побеждает, побеждает. Каждый день не услышишь. Поздравляю. Ну, ладно. Предположим, запускают удар по Германии дронами. Во Франции совет. Какое оружие использовано? Шахиды и пара орешников. Как мы ответим? Запустим пару ядерных ракет с подлодки. Господин президент, в момент этого запуска русские ударят по нам 2% своего ядерного арсенала. Франции не будет. И это будет концом обсуждения. В Лондоне, Париже, где угодно. В ту же секунду, как только мы ответим тем, что напоминает ядерное оружие. Русские сказали: первыми мы не запустим.
И мы не будем первыми, кто получит. То есть, если русские обнаружат запуск, то русские ответят всем, что у них есть. Поставьте себя на место принимающего решения во Франции. Вы на это пойдете? Особенно, если ваша разведка говорит: босс, немцы сами напросились, мы же предупреждали, что постоянно обеспечивать Украину оружием, обеспечивать ее разведывательными данными, чего русские вечно терпеть не будут. Вот они и врезали обычным оружием. А нам конвенционально ответить нечем. Так что делать, босс? Мы готовы на самоубийство? Ударить по России ядеркой, на что Россия ответит ядеркой и уничтожит всю Европу? Этого хотите, господин президент? Ответ нет. Европа не сделает ничего, и русские знают, что она не сделает ничего. А почему русские это знают? Потому что русская разведка чертовски хороша. Потому что русские буквально завербовали людей в политических кругах Франции, где принимают решения. И они полностью этим сломили Францию. Во Франции сейчас завербовать политика проще простого. Там огромная политическая неразбериха. Великобритания то же самое, тоже проще простого завербовать. Германия, да там Россия как дома. В плане сведений, что творится. Агенты российской разведки работают по всей Европе, и Россия знает все. Вот что я скажу. Владимир Путин чрезвычайно информированный национальный лидер, который неспроста очень прагматичен. Он неспроста не давал этому конфликту разрастись. Он был абсолютно уверен в результате. Но сейчас Европа пересекла красные линии, позволила Украине причинить серьезный вред России. Так что Россия устранит Украину с игральной доски. Попутно накажет Европу, потому что Россия не может сидеть сложа руки и ждать, пока Европа создаст армию, чтобы объявить войну России к 2030-му. Думаю, решение уже принято. თქვენ საქართველოში ასეთი მწყობრი, ლოგიკური, დაალაგებული და პროფესიონალიზმით გაჯერებული მსჯელობა მოგისმენიათ? მე არ მომისმენია. ამიტომ საჭიროა რომ ხანდახან სხვებსაც დაუგდოთ ყური იმათ, ვინც გაცილებით უკეთესად ერკვევიან საკითხებში და რაც მთავარია, გაცილებით უფრო ობიექტურნი არიან მოვლენათა შეფასებაში, ვიდრე ისინი, ვისაც ჩვენ უსმენთ საქართველოში. აი იმ ფრაგმენტში, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ ბატონი სკოტ რიტერი, ერთ ძალიან მძიმე წინადადებას იტყვის. ეს წინადადება ასე ჟღერს. რუსეთი ახლა უფრო ომისთვის ემზადება, ვიდრე მშვიდობისთვის. რატომ ხდება ეს? ასე ხდება იმიტომ, რომ დასავლეთი ევროპა სხვა გამოსავალს არ უტოვებს. როდესაც სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, მაშინ ყველაფერს გაეცემა პასუხი. Русские стали говорить значительно более жестким языком. Но проблема в том, что на Западе осталось очень мало людей, которые способны хорошо понимать этот язык. Но, опять же, я не хвастаю, но всю свою взрослую жизнь я занимался анализом и соединял точки. И чаще всего я был прав. Иногда, конечно, я был неправ, но, например, читаю комментарий: «Риттер, ты писал, что за 3 дня русские займут Киев». А я говорил, что за неделю. Но я сказал то же самое, что и начальник Объединенного комитета начальников штабов и директор ЦРУ. Они оба считали, что когда Россия пересекла границу Украины, она начала полномасштабную войну. Я был неправ. Никто не предсказывал СВО. Не было ни одного человека, кто сказал: «Я знаю, это СВО». И когда Россия заявила об СВО, никто из этих людей не сказал: «Я знаю, что это значит». Этого никто не знает. И с тех самых пор мы судили о ситуации по неполному набору фактов. Но одна вещь оставалась без сомнения: Россия победит. Россия в этой войне не проиграет. НАТО просто не под силу победить Россию. А у Украины нет возможности выжить в этой войне на истощение. И мы это сейчас видим. НАТО хочет изменить парадигму, играя в дурацкие игры. Ми-6 в этом преуспела, но сейчас придется платить по счетам. Я слышал, что говорят русские. Я посещал российское посольство несколько дней назад, когда праздновали День Победы. Я слышал, что они говорили, смотрел видео, слушал офицеров, и я понял, что это уже совершенно иной настрой. Это более мрачный настрой. Это атмосфера подготовки к войне, а не к миру. რომლისთვისაც მინდოდა თქვენ მიგექციათ ყურადღება. Რა თქმა უნდა, სხვა გზას თუ არ დაუტოვებ რუსეთს, მაშინ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში ნებისმიერმა სახელმწიფომ, ვისაც ამისი
ძალა შესწევს. რუსეთს კი მოგახსენებათ, რომ შესწევს ამისი ძალა. როგორ უნდა მოიქცეს ევროპა? იმ შემთხვევაში, თუ კი მას აღმოაჩნდება გონება და შესაძლებლობა ექნება გონივრულად იმოქმედოს. Საინტერესოა Скотт Ритерის пасуხი. Да, и недавно Джон Мершаймер на моем шоу пришел к тому же выводу, что-то надвигается. Страшное, к чему мы психологически не готовы. Возможно, это будет самый важный вопрос, какой я задам. Есть ли что-то, что Запад может сделать, чтобы протрезветь и изменить исход, чтобы не втянуться в эту войну? Есть одна вещь. Европе нужно понять и переосмыслить то, где мы находимся в реальности. И сохранив лицо, сказав, что парадигма безопасности в Европе изменилась настолько, что Европе нужно сохранить свои промышленные возможности, восстановив доступ к надежным источникам энергии. И поскольку Ормузский пролив Иран всегда может перекрыть в любой момент, Европа должна понять, что у США нет возможностей обеспечить надежной и доступной по цене энергией, и что это может сделать только Россия. Европе нужно переоценить свои энергетические отношения с Россией. А сделав это, нужно понять, что Россия станет стратегическим партнером, обеспечит экономический рост, что она не стратегический враг. После этих решений военная тема отойдет сама собой. Тогда не будет этой риторики. НАТО нужно сойти со сцены или хотя бы принять реальность. Но концепция, что НАТО хоть как-то ровня России, что Европа может силами НАТО заменить США, безответственно. Но что нужно сделать, потому что дела говорят громче, чем слова. Украина. Европа должна прекратить эту войну. რა თქმა უნდა, ევროპამ ეს ომი უნდა შეწყვეტოს და ევროპამ ომის მიმართულებით არ უნდა იფიქროს. მაგრამ ეს რომ გააკეთოს, ამისთვის გონებაა საჭირო. სამწუხაროდ, ევროპის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში დღეს გონების ნასახიც კი არ არის. სამწუხაროდ, მათ და სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ და მთელი მსოფლიოს სამწუხაროდ. და ბოლოს აი ამ ინტერვიუდან ბოლო ფრაგმენტს წარმოგიდგენთ, სადაც ბატონი Скотт Riteri გასაოცარ აღიარებას აკეთებს. ეს აღიარება მდგომარეობს შემდეგში. უკრაინაში ომი დასავლეთმა დაიწყო, მაგრამ ამ ომს რუსეთი დაასრულებს. Мы начали эту войну. Соединенные Штаты, Европа. Но Россия ее закончит. Европе и США просто нужно заявить. Все кончено, украинский гамбит окончен, и мы уходим из этого конфликта, признавая, Россия не только победила, но сохраняет право. Я так разволновался, что горло сжег. Да-да, и сохраняет свое право диктовать правила игры для Украины. აი, ასეთი გახლავთ ის, რაც ბატონმა Скотт Ритерმა ბრძანა, თუ თქვენ გექნებათ საშუალება, რომ მთლიანად ნახოთ ეს ინტერვიუ, ძალიან საინტერესოა, გირჩევთ რომ ნახოთ, თუ არა და ძირითადი ფრაგმენტები მე წარმოგიდგინეთ, რაზეც იყო აქ საუბარი. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებაშიც. ეს ხალხსაც ეხება და ხელისუფლებასაც ეხება. რუსეთთან დაკავშირებით, ნურც უკრაინის ომთან დაკავშირებით, ნურც დასავლეთის ყოვლის შემძლეობასთან დაკავშირებით, ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. სიჩქარეს სიკეთე არასოდეს მოუტანია. აქ ცოტას მოგასუნთქებთ, მეც ამოვისუნთქავ და შემოგთავაზებთ ფსიქიატრიის რენტგენს. მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი მსჯელობა ისტორიასთან დაკავშირებით. ის ისტორია, რაც ჩვენ ვიცით ჩვენი ისტორიის შესახებ, ეს დაიწერა საბჭოთა პერიოდში. ის წარმოდგენა ჩვენ რაც გვაქვს ჩვენს ისტორიაზე, არის ასევე ამ გამოცდილებაში შექმნილი და ეს არის საკმაოდ ნაციონალისტური აქცენტებით, რაც ყველაზე პრობლემურს ხდის მასთან დისტანცირების და ამისი ბრალიც არის სხვათა შორის ის, რომ ისტორია ვეღარ დავწერე. ხედავთ რას დარდობენ? ისტორია ვერ დავწერეთო კი არა, ისტორია ვერ გადავწერეთო. დაწერილია ისტორია და რა დაწერა უნდა მას. ამათ უნდათ ისტორიის გადაწერა, მაგრამ ვერ ახერხებენ ისტორიის გადაწერას და ეს არის მთელი სადარდებელი.
რატომ უნდა გადაწერონ ისტორია? რაშია საქმე? რა არის მთავარი საკვანძო მომენტი ამ საქმეში? ეს არის ის, რომ ჩვენში უნდა გაღვივდეს რუსოფობიური განწყობილებები, რუსეთის სიძულვილით უნდა გაიჟღინთოს საზოგადოება, ამას უნდა მიიყვეს, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა, რომლის წინააღმდეგაც ხმალამოღებულნი იბრძვიან მთელი დასავლეთი და მათი მეხუთე კოლონა აქაც და სხვაგანაც. აი ეს ყველაფერი რისკენაც ისინი ისწრაფვიან და პატარ-პატარა ეპიზოდებში როგორ იჩენს ეს ყველაფერი თავს. თუ რუსი ჩამოვიდა და რუსების უნდა გახდეს რუსთაველის თეატრი, მირჩევნი ეგ შენობა დაიწვეს. მირჩევნი ეგ შენობა აღარ კონდეს ამ ქალაქს, იმიტომ რომ თუ რუსების უნდა იყოს, მაშინ ვერ უნდა ეღირსონ რუსები. არა. მაგხელა შეურაცხყოფა არაფრისთვის არ მიუყენებია ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნების შნირებს, რამხელა შეურაცხყოფაც არის ეგრო კაჭუშას მღერიან დამოუკიდებელი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, თეატრში. აი განწყობა როგორი არის. ესე იგი ჩვენთან, ჩვენს თეატრებში, ჩვენს სცენებზე არ უნდა დაიდგას რუსული სპექტაკლები, არ უნდა აჟღერდეს საერთოდ რუსული ენა არ უნდა ისმოდეს. თორემ ამას ჯობია დაიწვას ეს თეატრიც და ალბათ ქალაქიც და ალბათ მთელი საქართველოს. აი ასეთი აი რუსოფობია რას ნიშნავს? ფაშიზმი საიდან მოდის? სიძულვილი საიდან მოდის და საიდან მოდის მთელი ის უკეთურება, რომლის ბაზაზეც აღმოცენდება ხოლმე ლავროვი რომ ლაპარაკობდა ცოტა ხნის წინ ამ გადაცემაში. საიდანაც აღმოცენდება ნაცისტური განწყობილებები, ფაშისტური განწყობილებები, რამაც სამწუხაროდ გასულ საუკუნეში მთელი ევროპა მოიცვა და როგორც ჩანს, ახლაც ევროპაში ძალიან ძლავრობს ეს მიმართულება. აი ამ მიმართულებით კიდევ ერთი შედევრი მინდა მოგასმენინოთ. ჩეხეთის ოკუპაციაში დამნაშავე არის დოსტოევსკიც. დაიბროცკი მსხვერპლი რუსული რეჟიმის, საბჭოთა რეჟიმის აღმოჩნდება რომ არის ღრმა ბანალური ბნელი იმპერიალისტი. და აი გერგიევი შოსტაკოვიჩს იყენებს იმისათვის რომ თითქოს და დაანახოს მთელ მსოფლიოს თუ როგორი ფაშისტები არიან ქართველები, ისევე როგორც ფაშისტები ყოფილან უკრაინელები და ყველანების. ამიტომაც მცხეთაში როდესაც მივდივარ და ვხედავთ ჯვარს ჩვენ უნდა ვხედავდეთ მიხაილ ლერმონტოვ, ნინო ჭავჭავაძე რომელიც არის 16 წლის ეს არის იძულება რომ მას კონდეს დიდი რუსი პოეტის და რუსი პოლიტიკოსის და დიპლომატის და რუსული ექსპანსიონიზმის პრაქტიკულად განმახორციელებლის ქვრივი სტატუსი სამუდამოდ. ან რაშუაშია ანტონ ჩეხოვი ომთან საქართველოში, ჩეჩნეთში თუ უკრაინაში? არა, შუაში, კავშირში, იმიტომ რომ ინსტრუმენტი. აი სანამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი. ეს არის სრული კატასტროფა. მე ვერ ვიტყვი რომ ეს გაუნათლებელი კაცი არის, მეთქი ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ რაც მომისმენია, ვერ იტყვი რომ გაუნათლებელი კაცია, მაგრამ პირწავარდნილი ფაშისტია. და არის სიძულვილით გაჟღენთილი თავიდან ბოლომდე. არც არის მისი ლაპარაკის მოსმენა საჭირო რომ დაასკვნა ეს კაცი ფაშისტია. შეხედავ, ეს სახეზე შეხედავ მის ლაპარაკს, მის მანერას, მის ჟესტიკულაციას მოусმენ, ნახავ და მარტივასად დაასკვნა. ეს არის ტიპიური ფაშისტი. აი ვისგან უნდა გაიწმინდოს საზოგადოება. მე როდესაც ვლაპარაკობ რომ უნდა გაიწმინდოს საზოგადოება, მეთქი მაინც ის არ მაქვს მხედველობაში რომ კედელთან უნდა მიაყენო და უნდა დახვრიტო. ესენი პოლიტიკურ სარბიელს უნდა განარიდო, როგორც ფაშისტები. ფაშიზმი ხომ არის აკრძალული. ფაშიზმი არის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული და აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ეს ვაჟბატონები პოლიტიკურ სარბიელს ჩამოაცილო და საკუთარ სამზარეულოში რაც უნდათ ის ილაპარაკონ. ახლა თუ კი დოსტოევსკი ასეთი საძაგელი მოვლენაა, თუ კი ბროდსკი ასეთი საძაგელი მოვლენაა, ჩეხოვი, თუნდაც თანამედროვე გერგიევი და თუნდაც ის შოსტაკოვიჩი, სულ ყველა ერთად აღებული ასეთი საძაგელი მოვლენაა ამ რუსოფობებისთვის.
აბა რა ენაზე უნდა ილაპარაკოს დღევანდელმა ქართველებმა? როგორი უნდა იყოს დღევანდელი ქართველი? აი უმარტივესი და უმოკლესი ნიმუში ამის. ჩემი პროფესიის ადამიანს, რასაც ქვია personal styling, არის ქართულად როგორ განმოვთარგმნო? პერსონალური სტაილინგი. გესმით? აი ამ ენაზე უნდა იყოს საუბარი. აი ესენი უნდა იყვნენ ყველგან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებშიც, საინფორმაციო საშუალებებშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან ესენი უნდა იყვნენ. ჩვენი კულტურის მინისტრი რომ ლაპარაკობს, 80% ინგლისური და 20% ცუდი ქართული. გრამატიკისგან შორს მდგომი ქართული. აი ისი დანერგვა სურთ მათ ქართულ სინამდვილეში, ქართულ რეალობასა და ქართულ ცხოვრებაში. ბევრი ხართ, როგორ ფიქრობთ, რამდენი ხართ? ამაზე ორჯერ მეტი ხალხი სახლებშია. სამჯერ. ესე იგი ხომ ძალიან ემზადებოდნენ ამ 26 მაისისთვის. მაგრამ რამდენიც არიან, იმდენი არიან, მეტი არ არიან. ამათ ახლა თუ მოაკლდებათ, თორემ ამათთან მიმსვლელი როგორ შეიძლება ვინმე იყოს. ამიტომ ჩათვალეს, რომ სახლებში უფრო მეტნი ვართ. კი, რა თქმა უნდა, თუ თქვენად ჩავთვლით ყველას, მაშინ სახლებშიც მეტი ვართ, მაგრამ ბატონო ზაალ, მომაშველეთ თამარ კვარაცხელიას სიუჟეტი, რომ ერთი ბულდოზერით გადაუაროს ამათ. Блажевич облажался. Опять. Могესალმებით. ეთერშია ნოვესტის სახელი ვიპუსკი. მე კი მისი ვიდუშია Тамара Валерьяновна კვარაცხელია ვარ. მოკლედ შეამჩნევდით, რომ რაც გუშინ კიდევ ერთი ფიასკო განიცადა. ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ სინამდვილეში კი დასავლეთის მეხუთე კოლონა, ანუ რუსეთის მარწუხებისგან საქართველოს გათავისუფლების სპეცოპერაცია ჩავარდა, მე უფრო და უფრო გავხდი რაბინია როსიი. ასე რომ ამიერიდან გთხოვთ, ოჩასპათი მოგმართეთ. მოკლედ კი მეძახით დებილს უკებო რუსეთის მონას, მაგრამ სინამდვილეში მე თქვენ დღეს ისეთი სიურპრიზი გაგიკეთეთ, რომ დამიჯერეთ. ჩემნაირი კეთილმოსურნე საქართველოში შეიძლება მეორე არც კი გყავდეთ. ასე რომ ეს გადაცემა თქვენთვისაა. მოდით ახლა უცებ მოკლედ შეგიფასებთ გუშინდელ თქვენს აქციას. ხა ალბათ აქცია არ ქვია იმას, რაც გუშინ იყო, ეს უფრო რაღაც სახალხო სეირნობა. ახლა სახალხოც არ ქვია. ერთი Facebook გრუპა იყავით. მაგრამ შილაფლავივით ხომ ჩამოტარდით რუსთაველზე და აი ამ ჩამოტარებას შეგიფასებთ. თან ესები მაქსიმალურად ობიექტური იყო. მოკლედ ჩემო ძმებო. ახლა მგონი კაცი არც ერთია და ამიტომ ასე იყოს. მოკლედ ჩემო დებო. მოკლედ რა შეიძლება ითქვას ახლა? ახლა განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა. ისევე ჩაფლავდით როგორც მრავალჯერ სხვა დროსაც. უბრალოდ ყველა ჯერზე. ანუ რაღაც განსაკუთრებული ჩაფლავებას არ გქონიათ, აი ესეთი ტრადიციული თქვენს სტილში ჩაფლავება. ხალხის რაოდენობაც არ გაკლდათ ახლა პრინციპში 17-ვე ადგილზე იყავით. პლუს ამას ორი ტელევიზიის, ორი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი, ესეც 21, იქაც თენგო 22, მაგრამ თენგომ ხო ერთი კაცი თქვენივე გიცემათ და ადგილიდან გაგიგდოთ. ანუ 21. 21 ადამიანი ადგილზე იყავით, არ არის ეს ცუდი შედეგი. 2 მილიონიდან 1% 200,000-ია. ახლა რა შეიძლება ითქვას თქვენს გუშინდელ ფაფხურზე? პირველი, მომახიანები იყავით. მიკროფონებთან ესე კარგად ბხავდით. კარგი იყო, პრინციპი შეიძლება ითქვას 10-დან 10. Not bad, not bad. ახლა სიმამაცეში და რაღაცა ესეთი უშიშარები იყავით, მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჭუჭულიკა გვარამიას პოგონრო ჩაუგზვილა ყურთან და რაღაცა რუსული დრონი რომ ეგონა. ძალიან რო შეეშინდა, მაგიტომ მოდით ახლა სიმამაცეში 10-დან 2-ს დაგიწერთ. ის ორიც იმიტომ გაჩვენეთ, რომ ახლა პრინციპში პატარა ვარიას ადამიანის სიმამაცეს ვერ მოვთხოვთ, ხვდებით და 10-დან 0 არ იქნება სამართლიანი, ამიტომ 10-დან 2. ფურთხება კარგი გაქვთ. 9 წელი ხელისუფლებით დანაფურთხეთ საქართველოს სულში, 14 წელია ოპოზიციიდან დანაფურთხებთ უკვე საქართველოს. გუშინ თქვენმა ერთ-ერთმა ქალბატონმაც
აქციის მონაწილემ ისე რეალად შეიფურთხა, რომ აი ფურთხება თქვენია. 10-დან 10. სირცხვილეები ხართ ძალიან. არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო თქვენი დამსაქმებელი. დამსაქმებელი ნამდვილად შესაშური ყავთ. წარმოიდგინეთ, 14 წელია მათი ვერც ერთი დავალება ბოლომდე და უშეცდომოდ ვერ შეასრულეთ. საქართველოს ომში ვერ ჩაითრიეთ. სახელმწიფო გადატრიალება ვერ მოაწყვეთ. ქართველი ხალხი ვერ აიყოლიეთ. ქართველი ხალხი კი არა. Facebook ბაბლობას ვერ გაცდით, მაგრამ თქვენი დამსაქმებელი მაინც ოპტიმისტია. ხელფას მაინც გიხდით და ფსონს თქვენზე აკეთებს. ასე რომ, გაქნილობაში თქვენ 10-დან 10 თქვენს არიფ დამსაქმებლებს დასავლეთში. 10-დან 0. აქვე ჩანართის სახით ვიტყვი. თუ ვინმე სადმე გეგულებათ ასეთი სამსახური. რომ ჩავფლავდე, ვერაფერი გავაკეთო. არაფერი გამომივიდეს. ყველა საქმე გავაფუჭო. და მაინც მაღალი ხელფასი გადამიხადონ და სამსახურიდან არა და არ გამაგდონ, იქნება ასეთი ვაკანსია კომენტარებში დამილინკოთ. ჩემს ქურქუმალ ვაიტს აუცილებლად გავგზავნი. დიდად ეწერა რა ამ CV-ს განსაზღვრება რაც არის, ესე იგი ქურქუმალ ვაიტს ეწერა რა და და ბოლოს რა შეეხება აკაცუკების სლოგანს. თქვენ სლოგანს ჩემო იერიშვილებო. საქართველოს იმსახურებს უკეთეს. სლოგანი ნამდვილად კარგია. მომეწონა. შესრულება არ ვარგავდა. ახლა პატარა მასტერ კლასს ჩაგიტარებთ, როგორ აქციოთ თქვენი სლოგანი რეალობად. მოკლედ, რას ვაკეთებთ? ნუ ახლა რაც თავარია, ომახს და დუხს ვინარჩუნებთ და ვიწყებთ ხავილს. ქართველებო, ჩვენო საძულველნო, ცხოვრებაში პირველად მოგმართავთ გულწრფელად და გეუბნებით იმას, რასაც თქვენზე ვფიქრობთ. გამომდინარე იქედან, რომ თვალით დასანახად ვერ გიტანთ ვერცერთს და გვინდოდა რუსეთთან ომში საზარბაზნე ხორცად გამოგვეყენებინეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. რახან ყველა ჩვენი გეგმა ჩაფალავდა, იმიტომ რომ თქვენ იმაზე ჭკვიანები აღმოჩნდით, ვიდრე ჩვენ თქვენზე ვფიქრობდით. ამიტომ მივდივართ პოლიტიკიდან. მივდივართ მედია სივრციდან და მივდივართ ასოებიდან. მაგრამ არა, ასოებიდან ვერ სადწავალთ, იმიტომ რომ მოსიარულე ასოები ჩვენ თავად ვართ. ასო, არა სამთავრობო ორგანიზაცია. ავტორი რახან ვერ გაქციეთ დასავლეთის კოლონიად. ჩვენ რახან გვიბრძანეს ცალფეხზე დგომა, ცალი ფეხითვე, ასკინკილით, წავეთრევით, წავშავდებით და წავბნელდებით თქვენი ცხოვრებიდან. მოხსტ პატრონი. მოკლედ ასე. თქვენ მოუშორებელო ჭირო. საქართველოს სიმსივნე. თუ გინდათ თქვენი სლოგანი იქცეს რეალობად და თუ ფიქრობთ, რომ საქართველო უკეთეს იმსახურებს, აი ამ სიტყვებით უნდა წარსდგეთ ქართველი ხალხის წინაშე. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ცნობილი სათაურის არ იყოს, მართლა წაეთრევით, მართლა წაშავდებით და მართლა წაბნელდებით. დამიჯერეთ. როცა ამ სიტყვებს იტყვით, როცა ასე მიმართავთ ქართულ ხალხს, იცით რამდენ ხალხს გამოიყვანთ ქუჩაში და იცით რატომ თქვენს პოლიტიკურ გასვენებაში ყველა ჩვენგანი დიდი სიხარულით მოვალთ და სულ ცეკვით გაგაცილებთ ჯოჯოხეთში. ცეკვით კაშფანდურით. ნაურსი დღეს ამით დასრულებულია. იმედია, მალე ვიცებებთ შალახოს აკაცუკების პოლიტიკურ გასვენებაში. მადლობა თამარ, მე უკვე გაღიარე სატირის დედოფლად. ალბათ შორს არ არის ის დრო, როდესაც მთელი საქართველო გაღიარებს. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ახლა ხედავთ ჩვენ რა სიტუაცია, რა ვითარება, რა საით მიდის. ამიტომ
ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი იარაღი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის სიბრძნე, გონიერება, გამოცდილება, წინდახედულება. ამ მიმართულებით უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა კონცენტრირებული. სხვა გზა საქართველოს არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ სიბრძნე და გონიერება. ამ შესავალს იმიტომ ვაკეთებ, რომ დღევანდელი ფორმატი ჩვენი უფრო სწორედ ფინალი ჩვენი გადაცემისა ოდნავ განსხვავებული იქნება. მე მყავს სტუმრები, რომლებიც მინდა წარმოგიდგინოთ, თქვენთვის კარგად ცნობილი პიროვნებები, მთელი საქართველოს ცნობილი პიროვნებები, ბატონი ფრიდონ ინჯია და ბატონი ზურაბ ჩხაიძე. თქვენ მათ შესანიშნავად იცნობთ და მე მგონი, რომ ისინი დღეს ერთ ინფორმაციას გააკეთებენ, რომელიც უაღრესად საინტერესოა. დაფუძნდა, ჩამოყალიბდა საქართველოს უხუცესთა საბჭო. ამ საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ ბატონი ფრიდონ ინჯია, მისი მოადგილე გახლავთ ბატონი ზურაბ ჩხაიძე. სხვათა შორის მეც თქვენი მონა მორჩილიც ამ საბჭოს წევრი გახლავართ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ფუნქციონირებდა პროფესორად მის ერთ კუთხეში სამეგრელოში ფუნქციონირებდა უხუცესთა საბჭო და დღეს უკვე სრულიად საქართველოში. უხუცესთა საბჭო ეს არის აპრობირებული ფორმა. საქართველოს ისტორიაშიც არის აპრობირებული ფორმა, მოგახსენებათ კავკასიელი ხალხი ძალიან პოზიტიურად დადებითად არის განწყობილი უხუცესების მიმართ, მათ მიმართ პატივისცემა განსაკუთრებულ სახეს იღებს ხოლმე ყველგან. მაგრამ გარდა ამისა, ეს ფორმა აპრობირებულია სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ევროპის სახელმწიფოებშიც, აზიის სახელმწიფოებშიც. ერთი სიტყვით, ყველგან სადაც გონიერება არის, აზრს, გამოცდილებას, სიბრძნეს პატივისცემენ და პატივს მიაგებენ. ბატონებო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ორგანიზებისთვის, მინდა მოგილოცოთ დაფუძნება იმ ორგანიზაციისა, რომელიც რაღაცნაირად მომწიფდა უკვე ქვეყანაში, საქართველოში და საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი მოთხოვნილება. ახალგაზრდებს პატივი მივაგოთ, ახალგაზრდების არის მომავალი, მათთვის უნდა ვაკეთოთ და ვაშენოთ ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდების აზრი იყოს ყველგან და ყველაფერში გადამწყვეტი. მათი მომავალი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ის მომავალი როგორ უნდა აშენდეს, რას უნდა დაეფუძნოს. ეს სწორედ გამოცდილმა ადამიანებმა უნდა თქვან. თუ საბოლოო გადაწყვეტილებას ეს გამოცდილი ადამიანები არ მიიღებენ, ყოველ შემთხვევაში მათ დიდი წვლილი უნდა შეიტანონ ამაში და ამაში არის ეს მიზნები და ამოცანები ამისკენ არის მიმართული. ახლა სიტყვას თქვენ დაგითმოთ ბატონო ფრიდონ. რა სიტყვით აი ამ ახალ ორგანიზაციასთან დაკავშირებით და თუ შესაძლებელია ისე რომ არ ჩაუღრმავდეთ თქვათ იქ წესდებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ზოგადად უფრო გამარტივებულად მივიტანოთ საზოგადოებამდე რა მიზნები და რა ამოცანები აქვს ამ ორგანიზაციას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. საქართველო კი არის პატარა ქვეყანა, მაგრამ საქართველოში იმდენი განათლებული, იმდენი ბრძენი ადამიანია, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა. ისინი იყვნენ ხელმძღვანელები, ქარხნებს აშენებდნენ, ინსტიტუტებს, პროფესორები, ძალიან დიდი ყრია და აი ამ კატეგორიის ხალხი და თუ სადმე რომელიმე ქვეყანაში საბჭო უნდა შეიქმნას, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი საბჭო იქნება საქართველოში. იმდანად მდიდარია ამ ხალხით ჩემი ქვეყანა. გეთანხმები. და ამ შემთხვევაში ალბათ უპრიანი იქნება რომ ვთქვათ გარკვეულწილად ეს ფენა, ეს საზოგადოების ეს ნაწილი ბრძენი ხალხის რაღაცნაირად ცოტა გარიყულავად მოგვეჩვენა. თლად ისე არ არიან ამ როგორც ეკადრებათ. და ამაში არა მარტო იმ პოლიტიკურმა ველმა, იმ რაც მოხდა ამ წლების განმავლობაში, არა მარტო ამან, იცით რა, ტექნიკა ძალიან ჩქარა მიდის და
იმდენად ეს ტექნოლოგიები და საინფორმაციო სივრცე ჩქარა ვითარდება და მიდის, რომ ახალგაზრდებიც და ვერასწრებენ ამას დაეწიონ. და მით უმეტეს ის ხალხი, რომელიც შორს იყო ინტერნეტიდან და იმ სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებიდან, რომელიც დღეს არის. უბრალოდ ყოველ დღე სულ ახალი რაღაცაა და ეს ხალხი რაღაცნაირად აქედან ძველი თაობა ჩამორჩა, ახალი ვერ დაეწია, იმიტომ რომ განათლების ბაზა არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, განათლება საქართველოში შედარება არ არის რაც იყო წინა წლებში. აქედან გამომდინარე, ეს განათლება დაიწია, წინა თაობა ჩამორჩა, გარიყული აღმოჩნდა. ჩარეცხეს ბატონო როგორც სიტყვა ტერმინიც იყო გამოყენებული. ამან გამოიწვია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არასასურველი რაც მოხდა. აი ახალ თაობასა და ახალგაზრდა თაობასა და ამ უხუცესებს შორის დიდი უსკრული გახდა. შორდება, თუ ასე გაგრძელდება და ჩვენ რაღაცნაირად ხედვა ახალგაზრდების არ შეიცვალა და ჩვენც არ დავეხმარეთ ამაში, შეიძლება ის ჩვენი ქართული ღირებულებები, რაზეც დგას დღეს ჩვენი საქართველო, შეიძლება ხელშვა ქართული ღირებულებები ძალიან საინტერესო რამაა. ქართული ღირებულებები. აქ ერთ რამეს ვიტყვი, ბატონო ფრიდონ, თორმებას მომცემ და თუ არ ამოგაგდებთ აი ამ ხაზიდან, მაგისტრალური ხაზიდან, დაპირისპირება მამათა და შვილთა შორის. ეს ცნობილი ამბავია, ხო? ჩვენ გამოვლილი გვაქვს და ილია ჭავჭავაძე და ეს თაობა გვახსოვს, რომელიც ამისი, ასე ვთქვათ, ერთგვარი მსხვერპლიც იყო. მაგრამ ეს დაპირისპირება რაღაც ზღვარს არ უნდა გადავიდეს. თქვენ ბრძანეთ უბსკრული. დღევანდელ ახალგაზრდობასა და უფროს თაობას შორის მართლა უბსკრული გაჩნდა. რაღაც კლასობრივ მტრებად არიან ისინი თითქოს ჩამოყალიბებული. მიზნობრივად იმუშავეს. ეს ნამუშევარია და იქიდან გამომდინარე. ამის გარდა საქართველოს რას ეფუძნებოდა? სიყვარულს და ყველაზე მეტი იყო პატივისცემა. აი ჩვენ რო ვართ ღირებულებებზე, ქართულ ღირებულებებზე ვეყნობით, მართლაც რომ ქართულმა ღირებულებებმა, უფროსის პატივისცემამ და ამ სიყვარულმა გადაარჩინა საქართველო ამ საუკუნეების განმავლობაში, რაც არის დედამიწა და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ როგორც კი შეიქმნა ეს სამყარო, პირველი ქართველები იყვნენ. შეიძლება მე ამაში შემომედაოს, მაგრამ მე ჩემებურად და ენა ქართული არის მსოფლიოს ენა. ნუ ეს თეორიები ასე ვთქვათ არსებობს, თეორიებს აქვს მტკიცებულება. ის რომ ჩვენ ასეთი პატარა ერი დღესაც ვართ. მარტო იოანე ზოსიმეს მაგალითი რა ღირს, მაგრამ ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, დაუბრუნდეთ ამ ღირებულებებს. ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ და მადლობერი ვარ იმ ჩვენი მეგობრების, ჩვენი წევრები, რომელიც გახდნენ ალბათ ბატონი ზურაბი ამაზე უფრო ფსლად იტყვის, რომელმაც ეს მიიღო ახლოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ბატონო ვალერი, რომ მოვეფეროთ იმ წინა თაობას. არიან ხალხი, რომლებიც იყვნენ ხელმძღვანელები, კუთხის, ქალაქის, დიდი ქარხნების და ეხლა თითქოს არ არიან. ვიღაცას აჯილდოებენ, ესენი თითქოს არ არსებობენ. ამ დროს თუ რამე არის გაკეთებული საქართველოში დღეს ძალიან დიდი 80% ეს არის წინა თაობის გაკეთებული და როგორ შეიძლება იმათ პატივი არცე მოიკითხო მაინც. მე მახსენდება და აი ჩვენთან კავშირგაბმულობის სამინისტრო როდესაც იყო ჩვენ ასეთი ტრადიცია ჰქონდა. იყო მინისტრის მოადგილე დიდი ხანი, რამოდენიმე 10 წლის განმავლობაში ინაური ყველა მიცოდა უშიშროების მინისტრი იყო, იმისი ძმა იყო ჩვენთან. და ჩვენ ასე ტრადიცია ჰქონდა, რომ ყოველ ახალ წელს წლების განმავლობაში ჩვენ მაგათ მოვიკითხავდით. უბრალოდ მოვიკითხავდით რაღაც შეიძლება ის ალბათ ეს ძნელი არ იქნება. ეხლაც რო გაკეთეს, მოვიკითხოთ, უბრალოდ მოვიკითხოთ და აღვნიშნოთ, ამან ააშენა რუსთავი. ამან ააშენა ჭიათურა. ამან გააკეთა ის ხიდი, რომელიც დღესაც მარტო გურამ ქაშაკაშვილის დამსახურებაზე რომ გურამ ქაშაკაშვილის დამსახურება რო ავიღოთ ჩვენ
ესე იგი მართლაც რომ ეს ერთი რომ მეტალურგიის ინსტიტუტი და მათემატიკის ინსტიტუტი უკვე არ არსებობს, მაგრამ ისეთი რაღაცები, კარიფეები იყვნენ, გინდაც ვეკუა, ჯავახიშვილი. რაღაცნაირად ეს არის ჩვენი ღირებულება. ქართველ კაცს როგორ შეიძლება ეს როგორმე ჩვენ კი არ ზალდატანებით ეს ისე უნდა გადავცეთ და ვთხოვოთ, რომ აი აბა ბიჭებო, ასე ჩვენს გენშია ესა და ამის გარდა ალბათ სწორი იქნება და ერთ-ერთი მთავარი ჩვენს იმაში არის, რომ აი ხო არის რაღაცა იღებენ გადაწყვეტილებას, ან კანონებია, ან რაღაცა. ჩვენ უბრალოდ ასე გადავწყვეტეთ, რომ ჩვენ ყავს ძალიან ისეთი ეკონომისტები და ისეთი მცოდნე, კიდე ტექნიკის, სამედიცინო დარგში, რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენს დასკვნას დავდებთ. შეიძლება რეკომენდაციას. დანარჩენი ეს უკვე იმის გადასაწყვეტია, ვინც ამას განაგებს. ეს მთავრობა იქნება, პარლამენტი იქნება, სამინისტრო იქნება, რაღაც უწყება იქნება. ჩვენსაც ვიტყვით არგუმენტირებულ მასალას დავდებთ. და იმას საზოგადოდ ჩვენ გამოვაქვეყნებთ, რომ ჩვენ ასე ვფიქრობთ. ალბათ კონფრონტაციაში კი არ შედიხართ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან. ეს იმათი გადა ჩვენ არ გვაქვს, არც უფლება გვაქვს, ჩვენ გვაქვს უფლება თქვათ სიმართლე, რომ ეს ასე ალბათ აჭობებდა და ყველაფერი ეს ქვეყნის და ხალხის ინტერესს, ეს მომგებიანია გლეხისთვის, ეს მომგებიანია ამ კუთხისთვის, ეს მომგებიანია მთლიანად ქვეყნისთვის. ეს უნდა გავაკეთო, თუ არ ვაკეთებთ, უნდა ვიგიხსნა, რატო არ ვაკეთებთ, ის რაც მომგებიანია. და აქ ამაში მე დარწმუნებული ვარ, ეხლა აი ეს მოხდა რა 3 დღეა, ხო? იმდენი ზარია, იმდენი მსურველია, რომ მობრძანდეს, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ, იმიტომ რომ ძვირფასია იმათი ცოდნა, იმათი გამოცდილება, ამით ჩვენ მდიდრები ვარ და ამ სიმდიდრეს ზოგჯერ ჩვენ ვკარგავთ, ან ვერ ხედავთ. აი ზუსტად ამისთვის შეიქმნა ეს ჩვენი უხუცესთა ძალიან დიდი მადლობა ბატონო ფრიდონ, რა თქვენ ბრძანეთ, რომ ესე იგი იმ ადამიანებს, რომლებმაც იღვაწეს და ძალიან დიდი საქმეები აკეთეს, ჭირდება მოფერება, ჭირდება გახსენება. კი არ უნდა დაივიწყო, სადღაც კუთხეში კი არ უნდა მიაგდო ბოდიში ამ გამოთქმისათვის, მაგრამ მართალი ხართ აბსოლუტურად, მაგრამ მარტო ეს ჰუმანური დამოკიდებულება კი არ არის აქ, არამედ ის, რომ იმ ადამიანს ბევრი რომ აქვს ნაკეთები და დიდი გამოცდილება რომ აქვს, დღესაც შეუძლია გირჩიოს სასარგებლო რამ. ამიტომ გამოვიყენოთ მათი ცოდნა, მათი გამოცდილება, მათი სიბრძნე და გამოვიყენოთ და ონება. კი ბატონო, ახლა მე ვიცი რომ ერთი საკითხი, რომელიც გამოიჭრება აქ, ეს არის კი, მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები? აი პერსონალიებზე ამოცანები და ჩვენი დამოკიდებულება ეკლესიის და მართლმადიდებლური უწმინდეს და უნეტარესის შიო მესამეს რამდენი მხარდაჭერა ჭირდება? ეხლა როგორ ჭირდება მაგას? აბა ბატონ ზურაბი, ჩემზე უკეთ. კი ბატონო, ვახსენებთ. მადლობთ. მივესალმები ბატონო ვალერი, თქვენს ერთგულ მაყურებელს. და მე მოკლედ შევეხები ამ საკითხს, რაც დაკავშირებულია იმასთან, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც აი 2 დღის უკან დააფუძნა პრაქტიკულად ბატონი ფრიდონის ინიციატივით საქართველოს უხუცესთა სიას არ მოგთხოვთ თავისთავად. 1-2 კაცი რომ გითხრათ, აი მოდი ცოტა მეცაც ვიტყვი რა. ესე იგი 2 დღის უკან როცა ეს ჩატარდა, თქვენ გამოვაქვეყნეთ Facebook-ზე თქვენი პატარა ინფორმაცია ამის შესახებ, რომელიც მე გავაზიარე თანდართული ფოტოსურათებით და მართალი გითხრათ, არ ველოდი ისეთი გამოხმაურება ქონდა და უამრავი შეკითხვა მოვიდა და აინტერესება, მისამართებს ითხოვდნენ, ტელეფონის ნომერს ითხოვდნენ, როგორ გაწევრიანდნენ, ამაზე იყო შეკითხვები და ამასთან ერთად იყო შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან გაერთიანებული ახლა დღესდღეობითო და მე ამ საკითხთან დაკავშირებით რამოდენიმე პირով სულ 22 წევრი იქნა გამგეობაში არჩეული და დამტკიცებული და მათგან რამოდენიმე მათგანს მაყურებლისთვის საინტერესო არის, ამით ინტერესდებოდნენ ვინ ახართ, ვინ არიან იქაო და აი მოგახსენებთ. სახელმოგვეჭილი ქართველი პოეტი, ბრწყინვალე საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი ბატონი ტარიელ ხალხერავა. უძვირფასესი პიროვნება.
უდიდესი პოეტი ჩვენ თანამედროვეების. ცნობილი ფილოლოგი, პოლიტიკოსი, ორგზის ყოფილი კულტურის მინისტრი, ალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენის კავალერი, ბატონი ვალერი ასათიანი. დიდებული პიროვნება, რა თქმა უნდა. დიდი მეცნიერი, რა თქმა უნდა. დიდი მეცნიერი. ცნობილი ქართველი მწერალი და ნოველისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი, ღირსების ორდენოსანი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ბატონი რევაზ მიშველაძე. უდიდესი მწერალი და უდიდესი გამოცდილების მქონე მეცნიერი. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის და წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი. ბატონი გენერალ-ლეიტენანტი ბატონი ჯონი ფერცხალაიშვილი. უდიდესი პიროვნება, შესანიშნავი პიროვნება და ბრწყინვალე ქართველი. ცნობილი ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი, რუსთაველისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე ბატონი გიორგი შვაცაბაია. გიორგი შვაცაბაია სხვათა შორის მართლაც დიდებული ხელოვანი გახლავთ. მე მქონდა ბედნიერება 92-ში თუ არ ვცდები, მან ქალაქ ოლიმპიაში საბერძნეთში თავისი ძეგლი დადგა. დიდებული ძეგლი. დიდებული ძეგლი, ხა წარმოგიდგენთ, ოლიმპია ეს არის ცნობილი ქალაქი, აი ამ ხელოვნების ამ მიმართულების თვალსაზრისით, ფიდიასი, პრაქსიტელი და ასეთი მკუხარე სახელები, აი ამ ქალაქში რომ ძეგლის დადგმის უფლებას მოგცემენ. ანუ ისეთ ნიმუშს შექმნი. ეხლა უფრო მეტი შეიძლება თქვენ არ ახარ საქმის გულში. ეხლა მოიგო მან ეს ტენდერი იქნება რაც არ ვიცი რა ქვია ამას ნიუ-იორკში კენედის სახელობის აეროპორტში უნდა გააფორმოს რაღაცა უნდა დადგას ისეთი არ ვიცი რაღაცა პროექტი მე ნანახი მაქვს და ალბათ თვითონ ალბათ როცა მოვიწყე შესანიშნავი ხელოვანია შესანიშნავი ქართველი კაცი ვაშინგტონში ნიუ-იორკში კენედის სახელობის აეროპორტში დადგავს ქართველი მოქანდაკე მე ჩვენი სიამაყეა რა მასშტაბის ფილტრი უნდა გაიარო რომ ამისი უფლება მოგცენ რა თქმა უნდა გავაგზავნებ თქვენის ნებართვას ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების აქტიური მონაწილე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი უბწყინვალესი პიროვნება, უკეთილშობილესი კაცი და უმაღლესი კლასის პროფესიონალი თავისა. ნამდვილად. საქართველოს შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბატონი გიორგი შერვაშიძე აფხაზიერის შესანიშნავი წარმომადგენელი. უბწყინვალესი კაცი, კი ბატონო. მეშვიდე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისა და ღირსების ორდენის კავალერი ბატონი კანდიდ კახაკვიციანი. კახაკვიციანი შესანიშნავი პიროვნებაა, კი ბატონო გეთანხმებით და ძალიან ფართო გაქანების სვანია ფართო გაქანების. სვანეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე. მithumetes. კიდევ ერთიც და აღარ გავაგრძელებ დროს აღარ წაგართმევთ. სულ მინდა გაგაწყვეტინო რომ საქართველოს პრეზიდენტი ასეთი ღირსეული შეიძლება მეტი აღარა იყოს მეთქი და ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კახეთის რეგიონში ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი თბილისის საპატიო მოქალაქე ბატონი ბიძინას ონღულაშვილი დიდებული პიროვნება მე ძალიან დიდი ხანი ვიცნობ ბატონ ბიზნეს შესანიშნავი პიროვნება გახლავთ და მივესალმებით მას მაგრამ მოდით კიდევ 13 პიროვნება რომელსაც აღარ გავაგრძელებ ახლა ძალიან შორს დაგვიყვანს დიახ მოდით ასე გავაკეთოთ პირდაპირ პარლამენტი ხო არ შევქნათ თუ საზოგადოება მხარს დაგვიჭირს თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი იმისა რომ რაიმე პოლიტიკურ იმაში მივიღოთ მონაწილეობა სამომავლო და რაღაც თანამდებობებს ველოდეთ ან ვითხოვდეთ ამას ერთადერთი მიზანი ასაკი აღარ გვაძლევს უკვე მოსაშუალებას რა თქმა უნდა და როცა კაცი ბრძენდება ასეთი სურვილებიც აღარ აქვს უკვე ხვდება კარგად ყველაფერს საბოლოო ჯამში ისაა რომ თავარი მიზანი არის ის რომ
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე დავდოთ იმ პრობლემების მიმართ, რომელიც დღეს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით არსებობს, ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი რჩევები და დანარჩენი, როგორც ბატონმა ფრიდონმა ბრძანა, ეს უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად მიიღებენ ამას, რამდენად გაიზიარებენ და რამდენად განახორციელებენ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ხელი შევუწყოთ მათ. ახლა ეს რამე დახურული ორგანიზაცია ხომ არ არის? იქნებ ბოდიშ კაცი და გვეუბნება, რომ მინდა თქვენ ზრდით ვიყოთ. ხო, ერთსაც დავამატებდით თქვენის ნებართვით, რომ ეს ახლა ორი დღის შექმნილი ორგანიზაცია მოსახლეობამ და საზოგადოებამ ინფორმაცია ნაკლებად იცის და ნაკლებად ხელმისაწვდომია ჩვენ ამ დღეებში ამ დოკუმენტებს ყველაფერს დაწყებული რეგისტრაციიდან, დაფუძნებიდან, წესდებიდან, წევრებიდან და ასე შემდეგ და მიღების წესების შესახებ ამას ყველაფერს გამოვაქვეყნეთ და ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ფართო მასების. თუ შეიძლება პატარა ამოცანები და რაღაცეები ხო, კარგი იქნება. კი ბატონო, თუ კი ბატონო. ნუ ამოცანები ძირითადად პრობლემებზე გვაქვს ჩვენ საუბარი და პრობლემები არის უამრავი და ყველა მიმართულებით დაწყებული შიდა სიტუაციებიდან, ეს იქნება ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, აი მარტივ რაღაცას ვიტყვი, კატასტროფული მდგომარეობა ქვეყანაში შექმნილი შობადობის მხრით და დემოგრაფიული პრობლემა მხედველობაში კრიტიკული სიტუაცია ისეთი, რომ შეიძლება სულ რამოდენიმე ათეულ წელში თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ ერი გაქრეს. ალბათ ყველა მიცით იმის შესახებ, რომ სოფელი რა მდგომარეობაშია, დაიცალა სოფელი აბსოლუტურად, ვინც დარჩენილია. საერთოდ მიგრაცია, ემიგრაციის ბალანსი როგორი გვაქვს, კატასტროფა აქაც და ამიტომ ყველა ამ მიმართულებებზე და კიდევ მრავალი მათ შორის იგივე საგარეო ურთიერთობებზე, ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ტერიტორიული მთლიანობის საუბარი. ყველაზე მთავარი ბატონო ვალერი, ყველაზე მთავარი. და ეს სხვანაირად არ გაკეთდება, თუ არ დაიდო სწორი ანალიზი და თუ არ დადგა სწორი წინადადებები ხელისუფლების წინაშე და თუ არ დაუდექით კიდევ მათ მხარში მარტო ხელისუფლება ამას შეიძლება უჭირდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. აი წმინდა ტექნიკური და ორგანიზაციული სახით როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ესე იგი რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული იქნება რეკომენდაცია. უმრავლესობით გადაწყდება და ეს რეკომენდაცია გაეგზავნება შესაბამის სტრუქტურას. მთავრობა იქნება ეს თუ რომელიმე ხდება კიდევ ეს იქნება მაქსიმალური ეს ხელმისაწვდომი იქნება მთავრობისთვისაც და ხალხისთვისაც. რა თქმა უნდა. ჩვენ მეცდებით მაქსიმალურად ის იყო არგუმენტირებული და თქვათ არ შეასრულეს იქნება ჩვენ მზად ვიქნებით პასუხი გავცეთ. თქვათ არ შეასრულა მთავრობამ ეს თქვენი რეკომენდაცია. ნუ აგებს პასუხს თავრობამ. ეხლა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ფიქრობ ეხლა ჩვენ მხარს უჭერთ მთავრობას, ჩვენ უმრავლესობის ინსტიტუტი მისაღებია და სწორია. ეს არის კონსტრუქციული მიდგომა. ეს არის კონსტრუქციული შეიძლება, ნუ თქვათ, ოპონირება. კი ბატონო. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ბატონი ვალერი იმასაც, რომ არ არის გამორიცხული ის, რომ შეიძლება ეს ხალხი ელოდება კიდევაც რაღაც წინადადებებს და ისეთ წინადადებებს, რომელიც ამ წუთას არ განიხილება იქა და მოლოდინშიც არის. დაჭირდება ხარდაჭერა. რა თქმა უნდა. ხედვა ხალხი როგორ უყურებს. აი ზუსტად ეგ არის. ხო, ყველაფერს ვერ შეისწავლის, საზოგადოებრივი აზრი როგორია, დამოკიდებულება, პოზიციები როგორია. როდესაც ხუცესთა საბჭო რაღაც დასკვნას დადებს, ეს იქნება აწონილი საზოგადოებრივი აზრი გათვალისწინებული. დიდი პასუხისმგებლობა ჩვენგან ეს როგორ ისიც გამოჩნდება ამ ჩვენს მიერ დაყენებულ პრობლემების გადაწყვეტის ჩვენს მიერ მოპოვებულ იმას, რა ქვიან, აზრებს და იდეებს საზოგადოება როგორ დაუჭერს მხარს. ჩვენ გზებსაც შევსთავაზებთ. თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ასე ჯობია. ხარდაჭერა გამოხატა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი სწორ გზაზე ვდგევართ და სწორ შევასრულებთ. თუ ამის იგნორირება მოხდება, ქვის როლას არ დაუწყებს, არავინ და ლანძღვას არ დაუწყებს. რა თქმა უნდა. იქნებ მათ რაღაც არგუმენტი. ჩვენ არ გამოვალთ ქუჩაში და რა თქმა უნდა. რაზე ელაპარაკ. ასაკი არ გვიწყობს ხელს. ზოგს რადიკულიტი გვაქვს, ზოგს კენჭის გავლა, ზოგს ისა. არა, უბრალოდ ალბათ ჩვენ ის გამოცდილება მივიღეთ. კენჭის გავლაზე მე მეგულისხმეთ ალბათ, არა? არა.
და კარგი. მე მგონი დღეისთვის საკმარისია ხომ რაც ითქვა. იდეა გასაგებია შემდგომში თუ მოგვეცა საშუალება თქვენ სტუდიაში ალბათ კონკრეტული რაღაც მიმართულებები, აქტუალური თემები, რომელიც ამ დროის მონაკეთში, ამ პერიოდში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ალბათ ამას ჩვენ უფრო დაწვრილებით და კონკრეტული ჩვენ ახლა რაღაცა კონკრეტული იდეებით დღეს არ წავსდგებით საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ამისთვის არა ვართ დღეს აქ. დღეს ვართ იმისთვის, რომ პრეზენტაცია მოხდეს. სატელევიზიო, საეთერო პრეზენტაცია. კი, მაგრამ ერთი კიდე მინდა ერთ რამეს ხალხი გაუსვა. ჩვენ ეს ისე უცბად არ შეიქმნა. ეს შეიქმნა, შეიძლება ითქვას, სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს ბაზაზე. გამოცდილების გათვალისწინებით და იქ იყო საკმაოდ სერიოზული საკითხები, არგუმენტირებული, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ და შეიძლება ეხლა ჩვენ რაღაც ხარი დაუჭიროთ ამას და უკვე უფრო მაღალ დონეზე გავიტანოთ ეს სამრჯელო. რეგიონიდან წამოსული ხმა შეიძლება ვერ მიწვდა იქა და ახლა როცა საქართველოს სახელმწიფოს ში დაარსებულია მთლიან ქართველთა უხუცესთა მაშინ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ბოლო შეკითხვას დავსვამ, რეგიონები როგორ არის წარმოდგენილი ამ შემადგენლობაში? პრაქტიკულად უმრავლესობა წარმოდგენილია. მაგალითად, აჭარაში ფუნქციონირებს უხუცესთა საბჭო. სვანეთი ვახსენეთ. სამეგრელო ვახსენეთ. სამეგრელო ვახსენეთ. სხვაგან ჯერჯერობით ასეთი ორგანიზაციები რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. არ არის, მაგრამ აი ამ საბჭოს გამგეობის წევრები არიან სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, როგორც თქვენ მოგახსენეთ, კახეთია, იქ გურია, იქ ყველა მხარეა პრაქტიკულად, იქ ქართლი და ასე შემდეგ. აფხაზეთი და ხო, აი ხა კახეთის წარმომადგენელია ბატონი ბიძინა და სონგულაშვილი და ფიქრობთ რომ ის იმას თავისი ავტორიტეტით და ხედვით, ცოდნით, გამოცდილებით ის სრულად აი მარტივ რაღაცას ვიტყვი უბრალოდ რა თქვენ კარგად იცით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედებს და რა წონა აქვს აფხაზეთში აფხაზთა უხუცესთა საბჭოს არა მარტო იქ. ხო, ნუ იქ ეს არ ვიცი, ალბათ მთელი ისტორიულად მოდის და ძალიან სერიოზული სიტყვა ეთქვით იქა. ხო და მათთან კონტაქტი. მე ვიცი რომ ქართლის წარმომადგენელი ყავს, ბატონი ამირან კირვალიძე ძალიან ცნობილი და წარმომადგენელი. ბატონი გია შერვაშიძე დღემდე ინარჩუნებს, კავშირებს იქა და შესაძლებელია ჩვეულებრივ ადამიანურ დონეზე რაღაც კავშირები აღდგეს. რაღაც ნაბიჯები რუსიაშიც არის ასეთი ქალაქის მასშტაბით არის და რომელიც მე კი ვთქვი ბოლო შეკითხვა, მაგრამ ეს შეკითხვას უნდა დავსვა აუცილებლად. თუ არის დაგეგმილი, ვთქვათ, კონტაქტების დამყარება სხვა სახელმწიფოებთან, სხვა რესპუბლიკებთან? ნუ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვემზადებოდით ამისთვის, მაგრამ მე მინდა ცოტა მოგვიანებით, როდესაც უფრო კონკრეტულად გვექნება ჩვენ გვაქვს კავშირები სხვადასხვა ამ ასეთი ორგანიზაციებისა ზოგიერთი არის ცოტა სხვა სტატუსი აქვს, ზოგს აი ასეთი სტატუსი აქვს, როგორც ჩვენთანაა, ზოგ ქვეყნებში არის საერთოდ ის არის ზედა პალატა, ეს უხუცესთა საბჭო, სხვადასხვა უხუცესთა საბჭოთა კავშირის დროსაც იყო უმაღლეს საბჭოებში. როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ავტონომიური და რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოსთან იყო ასეთივე სათათბირო უხუცესთა საბჭოები. ეხლა მე არ მახსოვს, არ ვიცი რა ფუნქცია მოვალეობა ჰქონდათ იმ, მაგრამ აქ ჩვენ კარგად ვარს გათვითცნობიერებული, რა შეუძლია ჩვენს ორგანიზაციას და რით შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ხელისუფლებას და როგორ მოვეფეროთ და როგორ პატივივცეთ და როგორც აღნიშნოთ და როგორც უთხრათ რომ ისინი დავიწყებული არ არიან ჩვენ ვეცდებით და არა მარტო იმათ ვინც აქ წევრია, არამედ ყველა საერთოდ მე ვფიქრობ ეს ასაკში შესულ ადამიანებს ესა და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ყველა იმ უხუცეს 70 წელს გადაწილებული ჩვენ ვამბობთ, მაგრამ
ამ უხუცესთა საბჭოში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა უფრო ახალგა. აი მაგალითად უხუცესთა საბჭო, რომელიც 1722 წლიდან არის საფრანგეთში, იქ არის შეზღუდვა 40 წლამდე ისინი ამ საბჭოში არ შეუძლია მიიღოს. შეუძლიათ ყველას ნახოს. ჩვენთან რა შეზღუდვა? ჩვენთან გამგეობაში ახლა ჩვენ ჩავთვალეთ და გახსოვთ 70 წელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 60 წლის, 50 წლის აი აქედან რომ უხუცესთა საბჭოს მუშაობაში არ მიიღოს მონაწილეობა. უხუცესი თავისთავად იმას ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკის მაინც უნდა იყოს ადამიანი. საჭიროა, გინდათ ნებისმიერი ჩვენთან ახალგაზრდებიც მოვიდნენ, თქვენ გახსოვთ, რამოდენიმე იყვნენ და იმას მათქვეს, რომ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენი შეხედულება, თქვენი ისე გამიკვირდა კიდევაც. ვითანამშრომლებთ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით. კარგით, მე ისხა დამჩენია, რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, არ მინდა მაყურებლებიც გადავღალო, მეც გადავღალე და უკვე ახლა თქვენ სტუმრობას დაემატა ამას. მე მგონი, რომ ძალიან საინტერესო სიახლეა ეს, რასაც ქვია საქართველოს უხუცესთა საბჭო. ანგარიშის გასაწევია, ყურადღება მისაქცევია. თუ რამე სიკეთეს მოიტანს ეს ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ჩვენი მომავლისთვის, რატომაც არა, რატომ უნდა შეუშალოთ მას ხელი. ნახოთ, მომავალი გვიჩვენებს რა იქნება და როგორ იქნება. მე მინდა ბატონ ფრიდონ ინჯიას და ბატონ ზურაბ ჩხაიძეს დღეს ძალიან დიდი მადლობა მოახსენოთ ჩვენ სტუდიაში სტუმრობისათვის. თქვენ კი ამით დაგემშვიდობებით. იმედი მაქვს, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.